პირდაპირ ეთერში გადაცემა თქვენი დრო აგრძელებს საარჩევნო ფორმატით მუშაობას. დღევანდელი გადაცემის ეთერი დაეთმობა ბლოკ არასაპარლამენტო ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატ ალეკო ბერიძეს. მოგესალმებით ალეკო. მადლობას გადაგიხდით რომ მოგზანდით ჩვენთან სტუდიაში. და სანამ პროგრამაზე დავიწყებთ უშუალოდ თქვენ პროგრამაზე საუბარს, მინდა გკითხოთ თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც იქამდე ეწეოდით სანამ მერობას გადაწყვეტით. მოგესალმებით, მივესალმები რუსთაველ მაყურებელს, რუსთაველ მოქალაქეებს. ჩემი მერობის კანდიდატად დასახელება გამოიწვია იმ პროცესებმა, რაც 2 წლით ადრე, 2 წლინახევრით ადრე დაიწყო საქართველოში. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან მე ჩავდექი ქართული ოცნების სამსახურში. ვიყავი პარტიის ერთ-ერთი დაფუძნებელი და საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსთავის. ჩემთან მებრძოლებთან ერთად ჩემ თანამოაზრეებთან ერთად შევძელით ის, რომ 1 ოქტომბერს რუსთავის მოსახლეობამ 37,000 კაცმა არ აუთხრა წინა ნაციონალურ ხელისუფლებას. რუსთავი იყო ერთადერთი ქალაქი, ერთადერთი ოლქი ჩვენ რეგიონში, რომელმაც მოიგო როგორც საპარლამენტო არჩევნები, ასე მაჟორიტარული არჩევნები. დიახ. როგორ აღმოჩნდით ქართული ოცნების მხარდამჭერი არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატად? კი, და ზუსტად მაგას მოგახსენებთ, როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები. ჩვენი მთავარი მესიჯი, რითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა არჩევნებზე, 1 ოქტომბრის არჩევნებზე, იყო მოსახლეობის მიმართ ის, რომ ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ხალხის მსახური. ეს ეწერა ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამაში. ჩვენ ყრილობაზე მივიღეთ ზუსტად საარჩევნო პროგრამა და სამოქმედო პროგრამა, სადაც ძირითადი მესიჯი მოსახლეობაზე იყო ის, რომ ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ხალხის მსახური და ეს დავაჯერეთ ჩვენ მოსახლეობას. რუსთაველ მოქალაქეებს პირადად მე, ჩემი მომხრეები, ჩემი მხარდამჭერები დავდიოდით ფეხთაფეხ, შემოვიარეთ მთელი რუსთავი და უთხარით, რომ მოვა ხელისუფლება, რომელიც გახდება თქვენი მსახური და თქვენ არ იქნებით იმათი მოსამსახური. აი ეს იყო ძირითადი. როდესაც მოვიგეთ საპარლამენტო არჩევნები და დაიწყო შემდგომი პროცესები, ისე წავიდა საქმე, რომ პარტიაშიდაც და თქვათ ქართული ოცნების მოქმედებაშიდაც ეს ძირითადი დაპირება გადაიხაზა. უცბად მოხდა ხალხისგან დისტანცირება პარტიის და ასევე ქართული ოცნების და აღმოჩნდით ისე, რომ ადამიანები, ვინც გავიღეთ წვლილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოყვანაში, აღმოჩნდით ისე ოპოზიციაში და დაპირისპირებაში. ორად გაიყო ქართული ოცნების მხარდამჭერთა? კი, ორად არ გაიყო. ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ერთგულები დავჭით, როგორც მოგახსენეთ, იმ პრინციპის, რაც პრინციპითაც შეიქმნა ქართული ოცნება და რასაც ხმამიცა ამორჩეველმა და ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ რუსთაველმა ამორჩეველებმა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც იმ პრინციპების ერთგულები დავჭით. იმ პრინციპებიდან დღესდღეობით ქართულ ოცნებაში აღარაფერი არ დარჩა. ეს პრინციპები თვლით, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს დღეს? კი, არასაპარლამენტო ოპოზიციას ეს პრინციპები აქვს და ყველაზე უფრო ახლოს, ყველაზე უფრო დამაჯერებლად ჩემთვის არასაპარლამენტო ოპოზიცია აღმოჩნდა, რომელიც იგივე პრინციპებით, იგივე შემართებით, იგივე იმით ებრძვის ხელისუფლებას. წინა შემთხვევაში ჩვენ ვიბრძოდით ნაციონალურ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში მე ხელისუფლებას, როდესაც ვახსენებ, ვიგულისხმებ რუსთავის პირობებში ორივე ხელისუფლებას ერთდროულად. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ქართული ოცნება, რომელიც ჩემთვის მაგალითად არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არც შინაარსობრივად, არც მოქმედებებით, არც აქციელით, არც თავისი, რა ვიცი, ყველანაირად ერთი და იგივე არის. რუსთავში მივიღეთ ხელისუფლება, ახალი და ძველი, რომელიც ერთმანეთთან არის შერწყმული და რომელსაც ქალაქისთვის მოაქვს მხოლოდ პრობლემები და სხვა არაფერი. კარგით, გადავიდეთ პროგრამაზე. რაც შეეხება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ამ კუთხით რა გაქვთ პროგრამაში თქვენ? კი, ყველაზე უფრო ძირითადი პრობლემა ახლა თქვათ იმ გლობალური პოლიტიკური პრობლემიდან და პოლიტიკას რომ მოვცილდეთ არის უმუშევრობა და ეს არ არის მარტო რუსთავის პრობლემა, ეს არის მთლიანად საქართველოს პრობლემა, თითოეული ადამიანის პრობლემა. ამ ხრივ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძირითადი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მცირე და საშუალო მეწარმეებზე. მე ერთ-ერთ ჩემ ინტერვიუში აღნიშნე, რომ ის სიმძლავრეები, რაც ჰქონდა თქვათ რუსთავის გიგანტებს, ეს არის მეტალურგიული ქარხანა, ეს არის ქიმიური ქარხანა და კიდე რამოდენიმე ქარხანა, ის რომელიც იყო კომუნისტების პერიოდში და ემსახურებოდა თქვათ მთლიანი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ადამიანებს, ეს სიმძლავრეების აღდგენა დღესდღეობით უტოპია იქნება ჩვენთვის, რომ ეს სიმძლავრეები კვლავ აღდგეს და კვლავ თქვათ მეტალურგიაში 18,000 ადამიანი დასაქმდეს და იგივე აზოტის ქარხანაში დასაქმდეს 10,000 ადამიანი. სამრეწველო ფუნქციას ვეღარ დაიბრუნებს რუსთავი. აი ესეთ მსხვილ სამრეწველო ფუნქციას, რომელიც თქვათ იმ სოფლიო რუკაზე იყო წარმოჩენილი, ამ ეტაპზე მოკლევადიან პერიოდში ეს შეუძლებელია რომ დავიბრუნოთ. ჩვენ უნდა ავიღოთ აქცენტი მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ეს პროცესი დაწყებული იყო სხვათა შორის მეტალურგიულ ქარხანაში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს დამოუკიდებლობამ
იყო იმ პერიოდში მეტალურგიულ ქარხანაში ეს პროცესი დაწყებული იყო. იქ შეიქმნა პატარ-პატარა მცირე საწარმოები, სადაც აი ეს ვთქვათ უმნიშვნელოდ დარჩენილი მუშახელი საქმდებოდა და იღებდა შემოსავალს. აი ამ პრინციპით უნდა წავიდეთ. ჩვენთან არის ვთქვათ ნედლეულის ბაზა, არის ვთქვათ გამოცდილი კადრები არიან, რომლებსაც შეუძლიათ რომ უზრუნველყო მცირე საწარმოების სამუშაოება, რომელიც შექმნია პროდუქციას, რომელი პროდუქცია ჩაანაცვლებს უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია. შეიძლება იყოს პირველადი მოხმარების საგნები შეიძლება ეს იყოს, შეიძლება იყოს ვთქვათ მცირე ფაბრიკები შექმნა ვთქვათ 5-10 კაციანი, რომელიც ვთქვათ დაიკავებს ადგილს უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის. ეს შეიძლება იყოს კვებითი მრეწველობის რაღაც მცირე საწარმოები, რომელიც ჩაანაცვლებს ვთქვათ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის. ჩვენთვის თავარია რომ ადგილზე რაღაც შევქმნათ. ფორმა თუ გაქვთ მოფიქრებული, როგორ იქნება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება? კი, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ეს არის წამახალისებელი, ის იქნება ჩვენთან, იქნება მუნიციპალური პროგრამა ესეთი გამოთავისუფლებული თანხებით, რომელიც თქვა დათვლილი არის და ეს თანხა შეიძლება იყოს წელიწადში 2 მილიონი, აი ეს 2 მილიონი შეიძლება გაიცეს მცირე სესხების სახით მოსახლეობაზე 2 მილიონი, რომელიც მოვა რომელიც ადგილობრივ ეხლადელ ბიუჯეტიდან შეიძლება ეს 2 მილიონი თანხა დაიზოგოს. თქვენ თუ ნახავთ ბიუჯეტს, იქ არის დღესდღეობით 122 კაცი ემსახურება საკრებულოს, 273 კაცი მუშაობს მერიაში და ამ ადამიანების ვთქვათ ხელფასები, იგივე ხელფასების გარდა დამატებითი შემოსავალი, ეს არის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც იღებენ აუარებელ პრემიებს. ეხლა იცით, პრემიები გახმაურებული თემა არის, 100 მილიონი ლარი არის დახარჯული პრემიაში. ეს არის გადაყრილი თანხა, უბრალოდ აი ამ თანხების მობილიზებით, თანხების ორგანიზებით შეიძლება რომ დაიზოგოს 2 მილიონი ლარი, რომელიც ყოველწლიურად ჩაიდება ბიუჯეტში და 20,000 ლარამდე კრედიტები შეიძლება გაიხსნას. ეს იქნება ჩვენი ხედვით და ჩვენი შეთავაზებით, ეს იქნება დაახლოებით 5-10 კაციანი საწარმოები, რომელიცაც ეს თანხა აუცილებელი იქნება თანადაფინანსებით შესაძლებელია აი მცირე საწარმოების სამუშაოები. დიახ. რაც შეეხება ქალაქის განვითარების ზოგადად თქვენეულ ხედვას როგორია? ქალაქის განვითარების გეგმა ცოტა განსხვავებული გვაქვს, ჩვენ განსხვავებული შეთავაზება გვინდა გავაკეთოთ ქალაქზე. ახლა მე მოგახსენეთ, რომ იმ დიდ სამრეწველო ფუნქციას და თქვათ იმ სიმძლავრეებს ვერ განვავითარებთ, მაგრამ რუსთავს შეგვიძლია ჩვენ შევძინოთ ახალი ფუნქცია. ეს არის საგანმანათლებლო კულტურული ცენტრის ფუნქცია რეგიონისთვის, ჩვენი რეგიონისთვის. ყველას რატომღაც მიაჩნია ისე რომ რუსთავი მაქსიმალურად უნდა გახდეს, აქ იყვნენ წარმოდგენილი წინა მერების კანდიდატები იყვნენ და ალბათ იმათ პროგრამებშიც და იმაში ძირითადი აქცენტი გაკეთებული არის რომ რუსთავი უნდა გახდეს რაღაცნაირად თბილისი. ეს ჩემთვის როგორც რუსთაველისთვის არის მიუღებელი. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია იმაზე რომ რუსთავი დაეწიოს თბილისის დონეს, იქ რომელიღაცა რაიონების ეს რომელიღაც რაიონის დონეს თბილისი იყო, რუსთავი იყოს ისევე ეკონომიკურად ისევე აღორძინებული. არა, ჩვენ ვართ თვითყოფადი ქალაქი, ჩვენ ვართ ქალაქი, რომელსაც გააჩნია ყველანაირი პოტენციალი, ინტელექტუალური კადრი არის. რაც ყველაზე მთავარი არის. არა, დედაქალაქის დაწევაში ისინი გულისხმობენ აპრიორი იმას, რომ ჩვენ ჩამორჩენილები ვართ, რეგიონი ვართ ჩამორჩენილი. ჩამორჩენაში კიდე რა იგულისხმება? ჩამორჩენაში იგულისხმება უპირველესად ის, რომ აქ არ არის კადრები, რომელიც შეძლებენ, თქვათ, რაღაც საქმიანობის განხორციელებას. არა და ვიცით, რომ თბილისი, რუსთავიდან თბილისში დღესდღეობით 13,000 რომ ამ გადაცემაში არც მერობის კანდიდატს არ ქონია საუბარი, რომ კადრების ხრივ იყო პრობლემა, იყო საუბარი ეკონომიკურ დაწევაზე და კიდევ სხვადასხვა მიმართულებით. ხო, ეკონომიკურ დაწევას ეხლა ეკონომიკას რა ჭირდება? ეკონომიკას ჭირდება ეკონომიკური სიმძლავრეები და ჭირდება კადრი, რომელიც ამას მოემსახურება. კარგით, უშუალოდ საგანმანათლებლო კუთხით როგორ აპირებთ? ახალი სასწავლებლები უნდა გაიხსნას. კი, რა თქმა უნდა, რუსთავში აუცილებლად უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც გამოიწვევს ქალაქის, შეიძლება ეს ახალი ნიშა იყოს ჩვენთვის, რომელიც გამოიწვევს რეგიონისთვის საგანმანათლებლო ცენტრის აი ფუნქციის შეძენას რუსთავისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ახალგაზრდობისთვის მიმზიდველი ქალაქის გახდომას, ისევე რუსთავის. სადღაც 6,000 სტუდენტამდე, ჩემი დაანგარიშებით, 6,000 სტუდენტამდე მოძრაობს რუსთავიდან თბილისში. რუსთავიდან თბილისში. ესე იგი გამოდის ისე რომ ჩვენ ეს ადამიანები ჩავყავს თბილისში, ეს გარკვეულწილად ეკონომიკური ხარჯიც არის, ოჯახებისთვის ზედმეტი დანახარჯია. აი ეს უნდა შევძლოთ რომ ჩვენ რუსთავში შევქნათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ჩემი აზრით და ჩემი ხედვით ეს შესაძლებელია იყოს ტექნიკური მიმართულების, რომლის ბაზაც არსებობს და ინტელექტუალური კადრიც არსებობს, რომ ამას მოემსახურება. აი ესეთი უმაღლესი სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელი არ ნიშნავს მარტო უმაღლეს განათლებას. უმაღლესი სასწავლებელი ნიშნავს ყველა დონეზე განათლების, ყველა დონეზე განვითარებას. ეს გამოიწვევს პროფესიული განათლების განვითარებას, ეს გამოიწვევს საშუალო განათლების დონის ამაღლებას და აი ესეთ ჯაჭვში უნდა განვიხილოთ ჩვენ ეს. დღესდღეობით ძალიან უჭირს რუსთავს სამხრივ, იმიტომ რომ რუსთავს ახალგაზრდობის დასაყრდენი ადგილი არ აქვს. აი ახალგაზრდობისთვის არა მიმზიდველი ქალაქი გახდა. სტატისტიკით როგორც ვიცი, მე 20,000
20,000-მდე კაცი არის გასული ქალაქიდან. ეს 20,000-მდე გასული ადამიანი ეს ნიშნავს დანაკარგს ნიშნავს ჩვენი ქალაქისთვის. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი თანდათან კვდება, ქალაქი თანდათან იცლება ახალგაზრდობისგან და ახალგაზრდებს არაფერი არ ამაგრებთ ქალაქში და არა და პრინციპი ესეთი არის, ხომ მშობელი ქმნის იმისთვის, რომ შექმნა შვილისთვის და ეს მუდმივად გადაეცეს, ხო რაღაც მემკვიდრეობითაც რომ გადავცეთ ჩვენ და მე ჩემის აზრით აი ეს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია გამოიწვევს არა მარტო რუსთავში ახალგაზრდების მიზიდველობას, არამედ რეგიონიდანაც ახალგაზრდების მოზიდვას გარკვეულწილად რუსთავში. ტექნიკურ განათლებას მიიღებენ ეს ადამიანები, ტექნიკური სფეროს ის არის, რომ პარალელურად თქვენ ამბობთ, რომ სამრეწველო ფუნქციას ვერ დაიბრუნებს და ვერ აღიდგენს ქალაქი. თუ გვეყოლება შესაბამისი რესურსი და არ გვექნება სამრეწველო განვითარების პოტენციალი, მე ვთქვი, აი ეს მოკლევადიან გეგმაში. ეხლა ჩვენ არ ვლაპარაკობთ გლობალურ რაღაც გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე, არ ვლაპარაკობთ ეხლა ჩვენ და იმაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ რა არის იდეალური და როგორი შეიძლება იყოს. კი, დროთა განმავლობაში რაღაც წლების შემდეგ თქვა 10 წლის მერე 20 წლის მერე შეიძლება ამაზე გავაკეთოთ ორიენტაცია, რომ გახდეს ეს ისევე დაიბრუნოს ეს ფუნქცია, ეს სამრეწველო ცენტრის ფუნქცია, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ეს შეუძლებელია, მოკლევადიან პერიოდში იქნება მოსახლეობის მოტყუება, რომ ჩვენ დავუპირდეთ ეხლა მეტალურგიაში 18,000 კაცი მაქსიმუმ 5 წლის შემდეგ გეყოლებათ დასასაქმებელი ტექნიკური განხრით 6,000-მდე, როგორც თქვენ ამბობთ. კი, დაახლოებით ესეთი ის შესთავაზებთ მაგრამ. აი ეს იქნება ზუსტად, ეს იქნება პარალელურად, როდესაც ეს კადრები მომზადებიან. თქვენიც ეხლა რუსთავში არის მეტალურგიული ქარხანა, ქიმიური ქარხანა, რომელიც გარკვეულწილად მუშაობს. ქიმიურ ქარხანაში უკვე დღესდღეობით კადრების პრობლემა არის. მიდიან უფროსი თაობის ხალხი მიდის და ვერავის ვერ უტოვებს თავის ცოდნას. იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე სამსახურია, იქიდან გამომდინარე, რომ ის ყველა თანმიმდევრული პრივილეგიები ამ მძიმე სამსახურს რაც მოდევდა, თქვა კომუნისტების პერიოდში იქ იყო, თქვა ბინის მიღება, იქ იყო ნაადრევად პენსიაზე გასვლა და ყველანაირი პრივილეგიები ჰქონდა. ეს მოხსნილი აქვს ეხლა ადამიანებს და ახალგაზრდები ძალიან ცოტა მიდიან იქ სამსახურში, ხელფასიდან გამომდინარე და იმიდან გამომდინარე და აი ეს კადრები რაც ჩვენ გაგვაჩნია, ხო, უზარმაზარი ქიმიური წარმოება არის, ერთ-ერთი უნიკალური წარმოება და უნიკალური კადრები ყავს იქ უფროსი თაობა. რომ მივიდეთ და რომ ვკითხოთ, ხო? ეხლა მე ბევრჯერ მისაუბრია მათთან და აღარავინ არ დარჩა ისეთი ვისაც თავიანთ ცოდნას გადაცემენ. ამ კადრების მოცილება ავტომატურად გამოიწვევს ქიმიური ქარხნის დაშლას. ეს იყო ის ძირითადი ის, რომ კადრები გავიდნენ. სოფლიოში გასული არიან რუსთავიდან ის 20,000 ადამიანი, ვინც გავიდა, ის იყო ნიჭიერი ადამიანი, ის იყო შემოქმედი ადამიანი. ყველა ესეთი ადამიანებისგან იცლება ეს ქალაქი და ცუდად ეს ტრაგედიას გამოიწვევს აი აქ ქალაქში. შეიძლება ერთ დღეს აღმოჩნდეს ისე, რომ ქიმიურ წარმოებაში აღარ იყვნენ სპეციალისტები, რომელიც მოემსახურებიან და მერე გაგვიკვირდება ჩვენ, რომ უცხოელები ჩამოლენ და დაეპატრონებიან. იგივე მეტალურგიულ წარმოებაში რაც ხდება, ხო ეს დაშლა ხდება და უცხოელების შემოსვლა ხდება. მე ამაზე ვამბობ, რომ მათთვის უნდა მომზადდეს ეს ცვლა უნდა მომზადდეს იმ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ აღზარდონ ახალი კადრები, რომელიც რა თქმა უნდა თანდათანობით შემდეგ გამოიწვევს ამ სიმძლავრეების გაშლას და გაზრდას. დიახ. ქალაქის ინფრასტრუქტურული კუთხით თუ გაქვთ რაიმე გეგმები ქალაქის განვითარების? ქალაქის ინფრასტრუქტურული კუთხით ეხლა ერთი რაც არის, რაც არ მოგწონს ჩვენ ქალაქში, აი თქვენ ტელევიზიაში ვიყავით დილით მოსული ხო კენჭისყაზე და გადავხედოთ ქალაქს. ქალაქი ვითარდება ქაოსურად. ეს რაცაც ვიღებთ დღეს რუსთავიდან, აი ვჯერობდით კანდიდატები ვიყავით, ხო და ჩვეულებრივად, ვისაც გული შეგვდგა და ვინც რუსთაველი ვართ, ყველა კუთხე ვიცით, ყველა წერტილი ვიცით ქალაქის. გულდასაწყვეტია დღეს რუსთავში რომ გადავიხედავთ, ხო, აი იქ იყო საუბარი გაზგასამართ სადგურებზე, ბენზინგასამართ სადგურებზე, იყო უსახურ შენობებზე, რომელიც შენდება ქალაქში და მთლიანად ამახინჯებს. ეხლა ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს, რომ რუსთავი არასწორი დაგეგმარებით იყო განაშენიანებული, არასწორად იყო აგებული, მაგრამ მე ეს ქალაქი მიყვარს და ვიცი რომ ეს ქალაქი იყო ლამაზი, კოხთა ქალაქი იყო. ამ ქალაქში იყო ყველაფერი ის, რაც ქალაქს ჭირდება. აქ იყო ბაღები, აქ იყო სკვერები, აქ იყო კულტურული დაწესებულებები, აქ იყო კინოთეატრები და აქ ჩვენ გავიზარდეთ ამ ქალაქში და ვიცით როგორი სიცოცხლით ცხოვრობდა ეს ქალაქი. აი ზუსტად ეს არაგეგმიური განვითარება მარტო აი პატარა ლოკალურ ბიზნესებზე მორგება იმაზე, რომ თქვა ერთჯერადად ვიშოვოთ ფული, ხო აი ამან დაამახინჯა ქალაქი მთლიანად. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქალაქს აი ეს იერსახე დაუბრუნოთ და ქალაქის ფუნქცია დაუბრუნოთ. რომ ავიღოთ ეხლა ჩვენ დაახლოებით 96,000 ამორჩეველი არის, მე მგონი დღესდღეობით რუსთავში. ხო ეს ნიშნავს 18,000-ს ზემოთ, ხო ადამიანს ნიშნავს. ერთი კინოთეატრი არ არის რუსთავში, ერთი კინოთეატრი. ეს ხო არის ტრაგედია და ეს ხო არის ახალგაზრდების მოწყვეტა, ახალგაზრდების პერსპექტივის ჩაკლა. ერთადერთი კინოთეატრი, რომელიც ფუნქციონირებდა ბოლოს, რომელიც გვახსოვს, ეს არის კინოთეატრი რუსთაველი, სადაც დღესდღეობით განლაგებული არის ქართული ოცნების შტაბი. მე მქონდა ეს ფინანსური პრობლემების გამო კი მოდი ახლა ესე ავიღოთ რა ფინანსური პრობლემები უნდა იყოს ისეთი რომ რასაც ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ბილბორდებში ხარჯავს რაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიხარჯა და ეხლა იმაზე ადგილობრივ არჩევნებზე იხარჯება მე ვიცი რომ ეს თანხა სრულიად სადღაც აქ 9 მილიონი ლარამდე არის ალბათ ორივე პარტიიდან და რო შევკრიბოთ მილიონი ლარამდე არის მე
ქონდა შეთავაზება და უთხარი გააკეთეთ, გაარემონტეთ ეს კინოთეატრი რუსთაველი, გააურემონტეთ ახალგაზრდებს, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ და იმ ერთი წლის განმავლობაში ვინც შევიდოდა კინოთეატრში და ვინც აი ფილმს უყურებდა, ხო იმათ ხო რეკლამა აღარ დაჭირდებოდა, არც ის ბილბორდები არ დაჭირდებოდა, არც ის წინ გამოკრული პლაკატი არ დაჭირდებოდა. უბრალოდ თავისი გაკეთებული საქმის წირო დამდგარიყო ეს ადამიანები დამდგარიყვნენ რუსთაველები აირჩევდნენ და მე თვითონ მივცემდი ხმას. მე თვითონ მივცემდი გაკეთებულ საქმეზე, სწორად და წესიერად გაკეთებულ საქმეზე. ამაზე არის საუბარი, როგორი მიდგომით გავაკეთებთ, როგორი ქალაქის სიყვარულით გავაკეთებთ, როგორი ხედვით გავაკეთებთ ჩვენ ამ საქმეს. ხო არა, აი სირცხვილია ვინმეს რო უთხრათ, რომ რუსთავში დღესდღეობით რამეზე გვაქვს პრეტენზია და რაღაცას წარმოადგენთ. ერთი კინოთეატრი, რა გახდა, ერთი ცალი კინოთეატრი არ არის ბავშვებისთვის, ხო, რომ იყოს და ახალგაზრდებისთვის და თუნდაც ზასრულებისთვის და თუნდაც ასაკის ადამიანებისთვის, ხო. ეს ხო არის ელემენტარული რაღაც, ამაზე ხო უნდა იზრუნო, ამაზე ხო უნდა იმასკრა. მოვიკლებ იმ მანქანის ფულს, მოვიკლებ იმ ბენზინის ფულს, მოვიკლებ იმ სატელეფონო საუბრის ფულს, მოვიკლებ იმ რესტორნის ფულს, რომელსაც ხარჯავენ იქ რესტორნებში და ამას გავაკეთებთ, ხო? ამას გავაკეთებთ თუ ქალაქზე გული შეგტკივა. მაგალითად არ გავაკეთებ ფული რომ გქონდეს მე დღესდღეობით მე-19 მიკრორაიონში ჩავდით და იქ რაღაც შენდება კიდე მადაგონის გვერდზე თქვენი გადამღები ჯგუფიც იყო, ხო? იქ 5-6 ხი არის მოჭრილი ეხლა და კიდე აპირებენ რამოდენიმე ხი არის კიდე იმის მოჭრას აპირებენ და ფაქტობრივად აი ამ ცოცხალი ზონიდან აპირებენ ისევე მკვდარი ზონის გაკეთებას. კი იქ ვიღაც დასაქმდება ორი ადამიანი, ვიღაც იმას ქნის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს ქალაქი ვითარდება. არაფერი არ არის. აქ რა მოხდა ეხლა თუ იქ პატარ-პატარა მაღაზია ქონდა ადამიანს გახსნილი და იქ რაღაცას ვაჭრობდა, ეხლა ვიღაც მონოპოლისტი ჩადგავს ერთ დიდ მაღაზიას და იგივე მოგებას ერთი წაიღებს სახში ის დანარჩენები მეტი ქალაქი აქედან მოგებას ვერ მიიღებს ვერაფერს. აი ამაზე არის საუბარი და ამნაირ ხედვაზე არის საუბარი. კიდე ერთი მინდა ვთქვა 1000 ძირი ხის დარგვით არის რეკლამები აჭრელებული ხო და ეხლა იყენებენ კიდე ქალაქში გამწვანების აქციით და იმით არის ხო მთლიანად ეს არის აქტუალური. მოდი ეხლა ვნახოთ ლეონიძის სკვერის რეკლამა, ეს არის ყველაზე დიდი რეკლამა, რითაც პიარს იკეთებენ. ლეონიძის სკვერის გვერდზე თუ გადმოვალთ ჩვენ 10 მეტრში თუ გადმოვალთ ლეონიძის ზოლი არის, მთლიანი ზოლია, მთლიანი ზოლი არის გაყიდული. სადაც ხეა უკვე გაზდილი არის 10 წლის წინ, 15 წლის წინ, 20 წლის წინ დააგეს იმ ადამიანებმა, ვინც იქ ცხოვრობენ. გაზდილი ხეები, აი რომელსაც უნდა მართლა აი ამდენი წელი გაზდაზე. ის ხეები არის შემოღობილი და იჭრება გული გვტკივა ეხლა ჩვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც ვთქვი, რომ ჩემი ეზოს წინ ერთი ხე იდგა, დიდი ხე და იქ გვაქვს მთელი ბავშვობა გატარებული. იმ ხის ძირში ის ხე რომ მოჭრეს გული მტკიოდა ერთი წლის განმავლობაში ვერ გამოვედით მდგომარეობიდან. აი ამას რაც არის, ამას ანადგურებენ და მე რო გვპირდებია რომ იქ 1000 ხეს დავრგავთ და იქ დავიბრუნებთ იმას, რა ქვია, იალღუჯის ფერდობს. ეხლა აფხაზეთი გვაქვს დასაბრუნებელი და სამაჩაბლო გვაქვს დასაბრუნებელი. ეხლა იალღუჯის ფერდობი თუ გაგვიხდა დასაბრუნებელი, ეხლა კიდე საქართველოში ვისგან უნდა დავიბრუნდოთ, ვის უნდა წავართვათ, რა უნდა წავართვათ. ხის დარგვა თუ გინდა ავიდეთ და ერთად დავრგოთ, მე და თქვენ. ხვალ წავიდეთ ერთად დავრგოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ, წყალი დავასხათ. ეხლა ის თუ გარდაბას ეკუთვნის, ეს ეხლა ჰაერი იქით ხო არ წავა, რა ქვია, გარდაბაში ხო წავა, ახლა ჩვენი დარგული იქნება და ის ტერიტორია გარდაბას ეკუთვნის. აი ესე არასწორი მიდგომები არის, რამაც გამოიწვია ის რომ მე ვთქვათ იმ ქართულ ოცნებას გავემიჯნე, აღარც ვეძახი ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ იქ ქართული ოცნების შინაარსი აღარაფერი არ არის და დღესდღეობით აღმოჩნდა არასაპარლამენტო ოპოზიციაში. აი ეს არის ძირითადი არსი. გაყიდულ ტერიტორიები ახსენეთ თქვენ, ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით როგორ აპირებთ, როგორ იმოქმედებთ თუ კანონი ხელშეგიშლით და კანონის სრული დაცვით არის გასხვისებული ესათვის ტერიტორია. ესე ვთქვათ, ნებისმიერმა ხელისუფლებაში მოსულმა ადამიანებმა ეხლა ყველას ამ კითხვაზე თუ შეიძლება რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ. კი ბატონო, ეთერში რეკლამა თქვენ დროს ეთერში. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საარჩევნო ფორმატით კვლავ განვაგრძობთ მუშაობას და დღევანდელი გადაცემის ეთერი ეთმობა რუსთავის მერობის კანდიდატს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ალიკო ბერიძეს. განვაგრძობთ საუბარი ალიკო, ჩვენ საუბრობდით მიწებთან დაკავშირებით, რომლებიც გასხვისებულია და რომლის დაბრუნებასაც აპირებთ ქალაქის თვითმმართველობის საკუთრებაში. როგორ აპირებთ, რომ გააკეთოთ, გადაჭრათ ეს პრობლემები? საკითხი არის მოგვარებადი. ეხლა რა კუთხით არის მოგვარებადი? ამ ადამიანებს უნდა შეექმნათ, ეხლა იქ გახსნილი არის. კარგად მინდა გამიგოს რუსთავის მოსახლეობამ, რომ არ მინდა არცეთ მეწარმეს დაუპირისპირდა, იმიტომ რომ იმათ აქვთ შემოსავალი, მაგრამ ადამიანებს თუ აუხსნით ჩვენ ეს შემოსავალი ვის ხარჯზე აქვთ? ავიღოთ მაგალითად იგივე ლეონიძის მაგალითი, ხო? ჩვენ იმ ადამიანებმა, ვინც გახსნა იქ პატარა მაღაზია და გუში რომ მოვიდნენ წლების განმავლობაში არის, მაგრამ ეხლა ვნახოთ ესეთი რაღაცა. დიახ, ზოგიერთ შემთხვევაში კანონიერად, ხშირ შემთხვევაში უფრო სწორედ კანონიერად აქვს შესყიდული და შესაბამის საქმიანობას აწარმოებენ. როგორ აპირებთ ხოლმე? კანონიერად, სულ მე მაქვს ეხლა 2011 წლის გამოცემა რუსთავის რუკა არის იქ მოცემული და აი იქ არის სკვერები აღნიშნული, აი ხეები, მწვანე ზოლები არის აღნიშნული, რომლებიც გაყიდვა, პარკები და ის არის აღნიშნული, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება. აი ეს მწვანე ზონები არის გაყიდული ეხლა, ეს არანაირ კანონიერების ფარგლებში არ ჯდება.
ეხლა ის რომ აუქციონი გამოცხადა რაღაც კანონიერად რომ საკრებულომ გამოაცხადა აუქციონი, მე ეს მიწა გაიყიდა აუქციონზე და იყიდა ვიღაცამ, ეს არნიშნავს რომ ეს კანონიერად მოხდა. ამიტომ ჩვენ თუ აუხსნით რომ არ შეიძლება მე-12-ში სადაც არის ანსამბლ რუსთავის საკონცერტო დარბაზი, ხო, სარეპეტიციო დარბაზი არის ანსამბლ რუსთავის, სადაც ავაშენეთ ეკლესია, ხო, ეკლესია არის რუსთაველებისთვის, სადაც დადიან რუსთაველები, იმის წინ იყო მშვენიერი პატარა პარკი იყო, ხო, სკვერი იყო, სადაც იქიდან გამოსულ შეგეძლო დაგესვენა და დღესდღეობით იქ რა არის? ორსართულიანი შენობა არის აშენებული, უსახური შენობა, სადაც იყიდება ელექტროტექნიკა, ხო? აი ეს ელექტროტექნიკა უფრო მნიშვნელოვანია და ელექტროტექნიკის ყიდვა უფრო მნიშვნელოვანია ახლა ჩვენთვის რუსთაველებისთვის თუ ის რომ იქ ნაძვის ხეები იდგა, იქ ბავშვი შეიძლება გაგერთო, იქ შეიძლება გასულიყავი საღამოთი ელემენტარულად დაგესვენა. ჩვენ ეს უნდა შევაფასოთ, თანაწონადი რა არის? თანაწონადი, ხო? პური არსობის უნდა მოვიპოვოთ ჩვენი შრომით და ჩვენი ოფლით. მოპარვით და ესე ფარულით არ შეიძლება. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენ უნდა შევთავაზოთ ამ ადამიანებმა არაფერი არ დააშავეს. თუ თქვა გამოაცხადა საკრებულო კონკურსი და ამ ადამიანებმა შეიზღიდეს ეს და იმას ჩვენ თანაწოდად უნდა შევთავაზოთ ამ ადამიანებს. მოლაპარაკების საფუძველზე, იმის საფუძველზე რომ თქვა ქალაქისთვის ეს საჭიროება დგას, შესაძლებელია თანდათანობით. მე არ ვამბობ რომ ერთ დღეში ახლა როგორც გაკეთდა იქ თბილისში ეს კადრები გვაქვს ჩვენ ნანახი როგორ მიადგენდა დაანგრიეს ხო ეს ობიექტები, ესე არა. ჩვენ უნდა შევთავაზოთ, უნდა განვავითაროთ რუსთავში მაგალითად ზონები, სადაც შეიძლება ამდაგვარი ბიზნესების დაწყება. ახლა მაგალითად ძალიან კარგი მიმართულება მიდის მე-17 მიკრორაიონის და მე-19 მიკრორაიონის მიმართულებით. იქ აუთვისებელი ტერიტორია იყო, სადაც არაფერი არ იყო და იმ აუთვისებელ ტერიტორიაზე ხდება ათვისება, ხო? იგივე ანალოგიური ისინი არის, რა ქვია, მაღაზიები კეთდება, ანალოგიური რაღაც პატარ-პატარა საწარმოები კეთდება. აი ესეთი სწორი დაგეგმარებით, სწორი ხედვით უნდა მოვახდინოთ მე და მერწმუნეთ არც ერთი რუსთაველი. იმას დასაბუთებულად თუ ვეთქვით ჩვენ რომ თავის მომავლის და თავის შვილების ხარჯზე და რუსთავის მომავლის ხარჯზე არ უნდა გაჩეხოს ხე, არ უნდა მოსპოს სკვერი, არ უნდა გააფუჭოს, ხო? ამის ხარჯი არავინ არ გააკეთებს ბიზნესს. ეხლა განვითარების გეგმა არის რუსთავის და იქ წერია რომ რაღაც ქაოსურად მიდისო, რა ქვია, მშენებლობები და ისინი შეიძლება ქაოსურად განვითარდეს. ქაოსურად ვერ განვითარდება. ერთი პატარა უკანონო რაღაცა რო გააკეთო, ზედამხედველობის სამსახური მოდის და 3000 ლარის გაჯარიმებს. ამიტომ ეს არის მიზანმიმართული, ზუსტად იმას ვამბობთ, რომ ჩვენი სლოგანი არის აირჩი შეცვლილებები, ეს უნდა შეიცვალოს 5-იანიც და 51-იანიც, რატომ? იმიტომ რომ ეს არის მაგათი ხედვა. მაგათი ხედვა არის რუსთავის განვითარების. ეს ქაოსურ განვითარებაში კეთდება ფული, იმ ადგილას ახლა სადაც არ შეიძლება თქვა დებატების ფორმატში შეგიძლიათ რომ მათთან ერთად გაიაროთ, რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, ამ მიმართულებით რა დაპირებები გაქვთ რუსთაველებისთვის? სოციალურ საკითხებთან მიმართებაში როგორ ის არის? ახლა ვიცით რომ არის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს თელ საქართველოში, სადაც თქვა ჯანმრთელობის დაზღვევა არის და პენსია გაიცემა, ეს ცენტრალიზებული არის, პენსია ყველა პენსიონერისთვის ერთი და იგივე არის. ხო, იგივე არის თქვა სოციალურ დაუცველებისთვის. კარგო, ეხლა აქ რა შეიძლება შეთავაზება, რის შეთავაზება შეიძლება? შეიძლება აი ამ დახმარების პროგრამაში გამოიყოს ადგილობრივი ხელისუფლებიდან გამოიყოს გარკვეულწილად თანხა. ეხლა ეს არის არასაკმარი. ყველამ ვიცით, რომ იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის, არასაკმარი არის. ეს არასაკმარი არის თვითონ მოსახლეობისთვის, რომ თავის ჯანმრთელობის უზრუნველყოფას ვერ ახდენს. და ასევე არასაკმარისი არის იმისთვის, რომ რეალურად ჩვენთან სამედიცინო კადრები განვითარდნენ და დაკავდნენ, ხო? მაგალითად, ეს თურქეთში იყო რამოდენიმე ათეული წლის წინ პრობლემა, რომ არ ყავდათ სპეციალისტები არ ყავდათ, ექიმები არ ყავდათ და ეს კადრები იგივე რაც თქვა აზოტის ქარხანაზე, იგივე ეს წინაშე შეიძლება დავდგეთ. ჩვენ შეიძლება გქონდეს ძალიან დიდი თანხა, ძალიან დიდი ფული გქონდეს, შეიძლება ყველაფერი იყოს, მაგრამ არ ყავდეს ექიმი, ვინც თქვა უმკურნალებს. ხო? ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ კუთხით ვიმოქმედოთ, ამ კუთხით ვიმუშაოთ, ამ პროგრამაზე ჩვენ მუშაობ და ერთიანად შევთავაზებთ ალბათ 5-დან 10 რიცხვამდე მოსახლეობას ჩვენ ხედვას თუ როგორ შეიძლება იმ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და იგივე იმ სოციალურ პაკეტში ჩაჯდეს და ეხმაროს თანადაფინანსებით ადგილობრივი ხელისუფლება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი რომ აი ეს სფეროც არ მოკვდეს. ქალაქში დღესდღეობით არის ბავშვთა საავადმყოფო, სადაც მარტო შეიძლება 1 საათით მიიყვანო ბავშვი და მეორე უნდა გადაგამისამართონ თბილისში. აი ეს არის და შეიძლება იმ თბილისშიდაც რუსთაველი ექიმი დახვდეს ამ ბავშვს. რუსთაველი ექიმი დახვდეს. არა და სახეზეა რომ საავადმყოფო გვაქვს. კადრი ჩვენია. ხო, კადრი ჩვენია. უბრალოდ ხედვა არ არის, სწორი ხედვა არ არის, რომ აქ იმ ბავშვს აქ უკურნალო. ხო, ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. ოჯახში ალბათ პატარა ვისაც ყავს, ყველა მიცის, ხომ თუმცა ახლა ინფექციის გავრცელების ის არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ გაუმჯობესდა.
ადგილობრივ საავადმყოფოში სიტუაციას და ეს ქალაქის საავადმყოფოზეა საუბარი, მე ბავშვთა საავადმყოფოზე ალბათ ღმერთმა ცუდად ნუ გავუხადოს, მაგრამ ბავშვთა საავადმყოფოსთან თუ გექნებათ, იქ შეხება თუ გექნებათ, იმ წუთში რაღაც პერიოდის მერე აუცილებლად გიწევთ თბილისში გადამისამართება, ხო? აი ეს არის ეს პროგრამა, ეს ხედვა ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენ გუნდს გააჩნია და ამას აუცილებლად შევთავაზეთ მოსახლეობას. მეორე მინდა კიდევ თქვა, მოსახლეობასთან შეხვედრები ტარდება, თქვა სხვადასხვა პარტიების და სხვადასხვა იმების მხრიდან და აქ არის ძირითადად რომ თავის კურსს თავაზობენ და თავის ხედვას თავაზობენ. ჩვენ ცოტა სხვანაირად ვიღებთ ამას, ჩვენ მოსახლეობიდანაც ვიღებთ, რა თქმა უნდა, ინფორმაციას მოსახლეობიდანაც ვიღებთ შენიშვნებს და აი დახვეწილ პროგრამას, იმიტომ ვამბობ მე რომ 5-დან 10 რიცხვამდე აი მათთან შეჯერებულ პროგრამას აუცილებლად წავაგებთ. რა ინიციატივები გაქვთ მოსახლეობისგან აღებული შეხვედრების შემდეგ? ეხლა ძირითადი ინიციატივა რაც არის, ეს არის მოსახლეობის ხედვის გათვალისწინება, ვთქვათ, როგორ უნდა განვითარდეს თვითონ, აქ არის, ვთქვათ, 10 მაჟორიტარული ოლქი არის და ყველა განსხვავებული არის. თავისთავად ყველას თავის ტრადიციაა განვითარების, ყველა სხვადასხვა დროს არის ეს და სხვადასხვა იმაზე არის მიმბული. მაგალითად, რუსთავში არის მიკრორაიონი, რომელიც თლიანად აზოტის ქარხანაზე არის მიმბული და იქ გარკვეულწილად სხვა ხედვა, სხვა ის განვითარება შეიძლება და სხვადასხვა დასახლება, მაგალითად, გაღმა რუსთავში ცოტა სხვაგვარი პრობლემა არის და სხვაგვარი ის არის. აი ეს ინიციატივები რაც თვითონ გააჩნიათ, თუნდაც იმ კეთილმოწყობის თავიანთი უბნის, თუნდაც პრიორიტეტების დასახელების თავიანთი უბნის, რა შეიძლება რომ იყოს, აი ხლა ძალიან დიდი პრობლემები წავაწყდით, სხვათა შორის აი ბაღებთან დაკავშირებით, ხო ეს ძალიან დიდი პრობლემა არის რუსთავში, აქ ერთ-ერთი პარტიის იმან გააჟღერა, რომ თქვა მშობლება ვერ შეძლეს დარეგისტრირება ბავშვების იმის გამო, რომ დარეგისტრირება კომპიუტერით მოხდაო და ინტერნეტის საშუალებით იყო და ეხლა რაღაც კომისია უნდა შევქმნათო, რომ ეს ბავშვები დავარეგისტრიროთ. არა, მე გეტყვით ხედვა და რასთან არის ეს დაკავშირებული, აი მოსახლეობიდან რა წამოვიდა და ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რომელსაც ბაღი აქვს შესყიდული რუსთავში. რომლის შესყიდვაც არ შეიძლებოდა და იქ კერძო ბაღია, არა იქ იქნება ეს დებატები, ცნობილი თემაა, რომ ამ თემებზე დებატები. აი ეს არის თვითონ მოსახლეობიდან ეს ის აი ამ პრობლემებს. ბაღებთან დაკავშირებულს, რომელთაც ეხლა როგორ უნდა მოვაგვაროთ, ეხლა კაპიკებში შესყიდული ბაღი, კაპიკებში შესყიდული ბაღები, აქ არის თქვა 27 ბაღზე არის საუბარი, კაპიკებში შესყიდული ბაღი დღეს სახელმწიფოს უჯდება მილიონები. ამაზე არის. შეიძლება დაუჯდეს რამოდენიმე მილიონი, რომ ეს ბაღები ააშენოს ისევე და ეს იმძლავრები. ეხლა მოსახლეობა იკლებს და ამ მოსახლეობის კლების ფონზე ბავშვები დარჩენილი არიან ბაღის გარეთ. ხო ეს ამის გამოსწორება ხდება, იმიტომ რომ არ იყოს სწორი ხედვა, არ იყოს სწორი მიმართულება და წეღა რასაც ვამბობდი მე. ხო არასწორად გასხვისებული ქონებებზე არის აქ საუბარი, არასწორ იმაზე არის საუბარი, ხო? არასწორ მიმართულებაზე და ეს მიმართულება რაღაცნაირად უნდა ჩავკეტოთ. არ ნიშნავს რომ სადღაც მთიდან რომ დავგორდებით, არ ნიშნავს რომ სადღაც არ გავჩერდეთ და მაინდა-მაინც ხევში გადავიჩეხოთ. რაღაც ეტაპზე უნდა გავჩერდეთ და უნდა დავიწყოთ ისევე ზევით სვლა. აი ეს შეთავაზება არის ჩვენი მხრიდან. კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებითაც გაქვთ ინიციატივები? კი, კომუნალურ გადასახადებთან რა ინიციატივა არის? ეხლა არ არსებობს რუსთავში ოჯახი, ეს წყლის გამრიცხველიანებამ გამოიწვია ძალიან ბევრი უკმაყოფილება, 33000 ოჯახი ცხოვრობს რუსთავში და ალბათ უმეტესობას აი წყლის მრიცხველების დაყენებასთან მიმართებაში ქონდა ძალიან დიდი პრობლემა, ხო? ამაზე ჩვენ კანცელარიაშიდაც ქონდა შეტანილი ადგილობრივი მასაცნობასკენი და აი ესეთი პროექტები როცა ხორციელდება, როცა შემოყვავს თქვა ინვესტორი და ინვესტორმა წლების განმავლობაში უნდა მიიღოს მოგება ჩვენიდან უნდა მიიღოს მოსახლეობიდან მოგება ეს გადასახადების სახით, მაშინ აუცილებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსახლეობისთვის ეს იყოს რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული. და ეს ტვირთი, ეს ინვესტორს უნდა რაღაცნაირად დავაკისროთ. ინვესტორს უნდა დავაკისროთ 120 ლარი დაждდა მე მგონი გამრიცხველიანება რუსთავში და ყველას ბანკის სიმები დადიოდნენ, ქვითრები დადიოდნენ, ეტაპობრივი გადავადება აქვს. აი ამ დავალიანებაზე. აქ ესეთი მომენტი არის. სახელმწიფოს დღესდღეობით ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია 11-დან 14 მილიარდამდე ვალე ალბათ ესეთი მონაცემი მაქვს, რომელიც რაში დაიხარჯა არ ვიცით და ეხლა ქართული ოცნების ხელისუფლება აბრალებს რომ ეს მოიპარა ნაციონალურ მოძრაობამ. ხო, ყოველდღიურად გვესმის რომ მილიარდები არის წაღებული, სადღაც არის წასული. ესე იგი ეს წაღებული მილიარდები გვაწევს ჩვენ ვალად. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ აი ეს დავალიანება რაც გააჩნია კანონიერად აქვს უკანონოდ დაგისრებული, აი ეს მოსახლეობას ეს ვალში ცხოვრების კომპლექსი მოუხსნათ და გარკვეულწილად ავიღოთ ესიც ვალად ავიღოთ, რომელსაც ეტაპობრივად ჩვენ გავისტუმრეთ. მოსახლეობა გადაიხდის იმ. კი, თვითმმართველობა სახელმწიფო შეიძლება ერთიანი მიდგომა იყოს, შეიძლება სახელმწიფოს მიდგომა იყოს. ადამიანები უნდა გავანთავისუფლოთ აი ამ კომპლექსისგან. დღეს ყველა საქართველოში ყველა ცხოვრობს ვალში. ყველა ეს არის სახელმწიფოს მიერ აღებული ვალე და პირადი ვალები, რომლებსაც ვერ ისტუმრებენ მოსახლეობა, ხო? აი ეს ადამიანი არაფრის გამკეთებელი არ არის, მაგალითად ადამიანს, რომელსაც კისერზე 10000 ლარი აწევს ვალად, ხო? ის ფაქტობრივად არის მკვდარი, როცა ხელფასი შეიძლება კონდეს 500 ლარი.
600 ლარი შეიძლება კონდეს და 2 წელი მარტო ვალის გასტუმრებაზე უნდა იმასქნას. ამიტომ აი ამ კუთხით ეს რისი მოხსნათ შეუძლია სახელმწიფოს, ერთიანად რისი მოხსნათ შეუძლია სახელმწიფოს აღება თავის თავზე პასუხისგებლობის. ეს აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო თავის თავზე, რომ შემდგომი განვითარება მოხდეს. 1 წლის მერე, 2 წლის მერე, 3 წლის მერე უნდა მოვაძლიეროთ მოსახლეობა, რომ ის გადახდისუნარიანი გახდეს ეს მოსახლეობა და მერე უნდა მოუთხოვოთ ამათ. ეხლა რა უნდა ქნას პენსიონერმა, რომელსაც დააკისრეს, თქვა ვალები და ის დააკისრეს 150 ლარი და რამდენი უნდა გადადოს აი ამ გადასახადებში და რამდენი უნდა იყოს. არადა წესიერი გადამხდელები არიან, ხო, ესენი ყველაზე უფრო მოწესრიგებული გადამხდელები, მაგრამ არ წვდებათ ეს გადასახადი. არ წვდებათ, არ იმაშობთ. ამიტომ შეგვიძლია ეს ჩამოვიწეროთ. კომუნალური გადასახადებს თუ ზოგადად აპირებთ რომ დაეხმაროთ. დახმარების პროგრამები ეს არის სოციალური დახმარების პროგრამები არის მუშაობს ეს შეღავათები არსებობს იმაზე და ეს შეღავათები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე რამდენად ბიუჯეტი რამდენად გაწვდება ამას ეხლა ჩვენ რო ავიღოთ პასუხისმგებლობა რომ ყველაფერს ერთიანად და ერთდროულად გავაკეთებთ ეს მცდარი დაპირება იქნება ერთი მცდარი დაპირება და რამოდენიმე მცდარი დაპირება უკვე ვნახეთ ჩვენ ხო წინა ხელისუფლებების მხრიდან რომელიც არ სრულდება და ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ეს იმედგაცრუება იყო ადამიანების რომ ეგონათ რომ აი ძალიან სწრაფად მოხდებოდა რაღაცის შეცვლა მაგრამ ეს ცვლილებები არ გახორციელდა ხო ამას ჩვენ არ ვაპირებთ შესაძლებლად მოგიწევთ თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან როგორი იქნება როგორ შედგება ეს თანამშრომლობა აი რაც შეეხება ზუსტად ეს კარგი კითხვა არის და სხვათა შორის აი ესე არის რომ რახან ცენტრი და რეგიონია აუცილებლად ცენტრში იგულისხმება რომ უფროს უმცროსობა იგულისხმება არ არის ეს ცენტრი და რეგიონი ნიშნავს ურთიერთ თანამშრომლობას ერთმანეთის განვითარების ხედვას როგორც ჩვენ შეგვაქვს წვლილი მთლიანად საქართველოს განვითარებაში ცენტრის განვითარებაში და ეს არის ზუსტად აი რეგიონის ცენტრის გახდომაზე როცა ვსაუბრობდი მე და რეგიონის შეთავაზებაზე თქვა რა შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ ცენტრალურ ხელისუფლებას რა შეიძლება რა ტვირთი შეიძლება ჩვენ თავზე გადმოვიდეთ რა პრობლემები ჩვენ თავზე გადმოვიტანოთ ეს არის აი ეს კომპლექსი უნდა მოიხსნას ცენტრის და რეგიონის ურთიერთობის ჩვენ არა ვართ მათზე დამოკიდებული ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული ცენტრში არიან ადამიანები ვინც ჩვენობის ბოლო რეფორმა უბრალოდ მხარდაჭერაზე მქონდა საუბარი მათ მხარდაჭერა ძალიან აქტიური დაგჭირდებათ რომ ყველა ეს დაპირება სისრულეში კი რა თქმა უნდა ეს არ არის მარტო ადგილობრივი არჩევნების პრობლემა ეხლა ჩვენ პროგრამაში თუ ნახავთ ხო ბლოკის პროგრამაში არასაპარლამენტო ოპოზიცია ქვია ეხლა ადგილობრივ არჩევნებზე გამოხვიდი არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით ეს უკვე მიგვანიშნებს იმაზე რომ ჩვენ გათვლა ძირითადად გვაქვს მომავალში საპარლამენტო არჩევნებზე აგრეთვე საპარლამენტო არჩევნებზე და იქაც ანალოგიურ შეთავაზებებზე ხელისუფლების რომ იქაც გარკვეულწილად წარმოდგენილი იყო დღესდღეობით წარმოდგენილი პარლამენტი რაც არის ნაციონალური მოძრაობის და ოცნების ერთობლიობა ხო ეს ვერ უზრუნველყოფს აი თქვათ ზუსტად იმ თანამშრომლობით რეჟიმს იმ ურთიერთ თანხმედრას აზრისას და ეს უკვე ქმნის პრობლემას დისტანცირება მოხდა ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების ერთმანეთთან დისტანცირება მოხდა ამიტომ გარკვეულწილად ჩვენ ბოლო პუნქტში გვიწელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ეს რამდენად მოხერხდება რამდენად მოესწრება მაგრამ ჩვენ ამ გზით აუცილებლად გავაკეთებთ იმიტომ რომ ცენტრალურ ხელისუფლებას თქვა პარლამენტს გარკვეულწილად უკვე კრიზისში შეყავს მთელი ქვეყანა და ეს უნდა შეიცვალოს ჩვენ ვართ ადამიანები რომელსაც ცვლილებების არ უნდა შეგვეშინდეს მუდმივად უნდა მოხდეს ცვლილება ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს მუდმივად გარანტირებულ პრივილეგიებს აი ეს კომპლექსი უნდა მოვიხსნათ ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს კიდე გავიმეორებ დასაწყისში რაც ვთქვი ხალხის მსახურები უნდა ვიყოთ ჩვენ და ეს ყველამ კარგად იცის ქართულ ოცნებაში იმიტომ რომ ყველას ეჭირა ეს ბუკლეტი ხელში და მე მინდა რომ თითოეული მათგანი აი ამას დაუბრუნდეს და ხალხის მსახურებას დაუბრუნდეს თორე ქართველი ხალხი ანალოგიურად ეთყვის უარს ორივე ხელისუფლებას და მოიყვანს ახალ ხალხს ვისაც გააჩნია უნარი რომ უკეთესი შეთავაზოს მოსახლეობას ეკონომიკური განვითარების მიმართულებას კიდევ უფრო დეტალურად რო გავიაროთ ეს საკითხი როგორ აპირებთ გაზარდოთ აი ამ ხრივ აქტივობა რუსთავში პირველ საწარმოებში ეს არის ადამიანები რომელიც გასაგებია რა მიმართულებებზე გაკეთდება აქცენტი ვინ იქნებიან ინვესტორები და როგორ მოიზიდავთ მათ აქ არის ადგილობრივი თვითმმართველობის წახალიზებაზე ბიზნესის საუბარი ინვესტიციების მოზიდვას რაც შეეხება და ინვესტიციებთან აი თქვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ხო ეხლა ჩვენ გონია რომ რახან რეკლამა გადის ტელევიზიით რომ საქართველოს არის უცხოეთისთვის მიმზიდველი არავისთვის მიმზიდველი არ არის ჩვენ თავარი დასაყრდენი ძალა თავარი რესურსი ვიცით რაც არის ეს არიან ადამიანები რომლებიც საქართველოსდან გასული არიან უცხოეთში არიან გასული ეს არის რუსეთში გასული ევროპაში გასული ამერიკაში გასული ადამიანები და ეს ძალიან დიდი მასა არის ადამიანების ამ ადამიანებს აქვთ საშუალება უნარი რომ გააკეთონ ინვესტირება მაგალითად 1 ოქტომბრის არჩევნებამდე მე მქონდა კონსულტაციები ესეთ ადამიანებთან რომლებიც მე იმ პროექტს საგანმანათლებლო კულტურული ცენტრის პროექტს არ ვაბობ ჰაერზე მე მქონდა ამ ადამიანებთან კონსულტაციები ისინი მზად იყვნენ რომ რაღაც გარკვეული თანხა მოეძიებიათ თანადაფინანსებით რუსთავში გაიხსნათ უმაღლესი სასწავლებელი და ყოფილიყო უმაღლესი სასწავლებელი მაგრამ შიში ქონდათ
და მეუბნებოდნენ და მარწმუნებდნენ ეხლა მიაქავარ და უხსნიდი ხო ჩემი ხედვით ჩემი იმით რომ აი ეს განვითარებები წამოვა და ეს განვითარება იქნება მათ ქონდათ ესეთი შიში რომ ჩვენ კი მზათა ვართ რომ ეს გავაკეთოთ მაგრამ მოდი ვნახოთ რა იქნება 1 წლის მერე წელიწადნახევრის მერე მე ჩვენ ვიცით გარანტირებულად ვიცით რომ აი აქედან ესე ჩანს რომ საქართველოში იგივე კურსი გაგრძელდება და დღესდღეობით მე იმ ადამიანებს ვეღარაფერს ვერ ვეუბნები მაგრამ თუ ხელისუფლებაში რაღაც ბერკეტი მექნება რაღაც საშუალება მექნება რომ მე რაღაც დონეზე მართო და ისევე დავარწმუნო ეს ადამიანები ხო არსებობს რესურსი რომელი რესურსიც აუცილებლად შემოვა საქართველოში აუცილებლად იქნება იქ აქვს დაწყობილი უცხოეთში ბიზნესი და თქვენ იცით ქართველებს როგორი ნოსტალგია გვაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ არიან ეს ადამიანები მზად რომ შემოვიდნენ მაგრამ იმისთვის არ არიან მზად შემოვიდნენ რომ ეს თავისი ოფლი თავისი შრომით მოპოვებული თავისი წონით მოპოვებული თანხა ვიღაცა მაქედან კიდევ წაიღოს და მოიპაროს ამისთვის მზად ნამდვილად არ არიან ამაზე უარ სიტყვია ამიტომ არის რომ ხელისუფლებაში თუნდაც ადგილობრივში თუნდაც ცენტრალურ ხელისუფლებაში უნდა ვიხილოთ ისეთი ადამიანები ვისაც ნდობა აქვთ ვისაც ხალხის ნდობა აქვთ ვისაც იმ ადამიანების ნდობა აქვთ და მე ჩვენი არასაპარლამენტო ოპოზიციის ბლოკის სახელით იგივე ჩემი გუნდის სახელით მე გარანტირებულად ვამბობ რომ ჩვენ არაფრის კაპიკის დამხარჯავი ზედმეტად არა ვართ არაფერში არა ვართ კაპიკის დამხარჯავი ჩვენი ბლოკის ლიდერმა ბატონო კახაკუკავამ ბძანა იქ რომ როცა შეეკითხენ რომ თქვენ არივით იმ ჯიპებით თქვენ არივით იმ მანქანებით მაშინ ბძანა რომ მე მყავს მანქანა 2004 წელს გამოშვებული რომელიც მშვენივრად დადის და შეასრულებს იმ პირობას მეც იგივე შემიძლია გავიმეორო მშვენივრად დავდივარ მთელი რუსთავი შემოვიარე არ ყავს ტრანსპორტი არ ყავს მანქანა მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები როგორი ტრანსპორტითაც გზავრობენ რის საშუალებასაც დღესდღეობით იძლევა ქალაქი იმით დავდივარ მოძრაობ არაფერი პრობლემა არ მექნება ქალაქის ნებისმიერ წერტილში მივდივარ. ერთი პრობლემა მექნება, რომელიც ალბათ მოსახლეობასაც მინდა უთხრა და ჩვენ პროგრამაში არის ჩადებული მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. არ მოძრაობს გვიან საათებში. ჭყონდიძელის დასახლებაში ვიყავით ასული და ჭყონდიძელის დასახლებაში არ ვიცი 8 საათის შემდეგ ალბათ ტრანსპორტი არ არის საერთოდ. და არ უნდა გაწირო ადგილობრივი თვითმმართველობა ხარ თუ ცენტრალური თვითმმართველობა არ უნდა გაწირო ადამიანი გინდა პენსიონერი იყოს გინდა ახალგაზრდა იყოს ქუჩაში დარჩენისგან 8-9 საათზე და ფეხით სიარულისგან ხო ჩვენ უზრუნველყოფთ რომ ღამის 12 საათამდე მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს და მუნიციპალურ ტრანსპორტს გაუწიოს კონკურენცია შემდეგ კერძო იმან ეს ჩვეულებრივი მომენტი არის და ამას უზრუნველყოფთ ეთერში მოусმინოთ მაყურებელს საღამო მშვიდობის თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ დასვით კითხვა დიახ გისმენთ მოგესალმებით მოგესალმებით აგერ დიდი ხანია უკვე ბატონს უსმენ გვიან ჩავერთე მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში მინდა დავუსვა შეკითხვა დიახ ბრძანეთ აგერ ყველა ვინც კი მოდის ახლა არჩევნები ხო ყველა იძლევა ერთი და იგივე დაპირებას კონკრეტულად რომას ну აი მაგალითად გზებს გავაკეთებთ ყველაფერს შევარემონტებთ გვერდში დაგიდგებით ну ერთი სიტყვით ყველაფერი რა რაც ოცნებამ დაპირდა ხალხს და იმ საწყალ ხალხსაც ის რაც ნაოცნები ქონდა ისიც დაუმტვრიეს მაგენი მართლა მოსაშორებლები არიან კითხვა რაში მდგომარეობს ქალბატონო კითხვა დასვით რაში მდგომარეობს თქვენი კითხვა მე აი რასაც გვპირდებიან ახლა დიახ თუ სრულებენ იმას არჩევნების შემდეგ მადლობთ ცოტა რიტორიკული კითხვა თუ შეასრულებს იმ დაპირებებს აბსოლუტურად სხვანაირი პრინციპი არის ახლა ყველა ამბობს რომ მე თუ დანაპირებს არ შევასრულებ მე წავალ სახში და მე ვივალ იქით აღარ უნდა ადამიანებს ამდენი სახში წასვლა და ამდენი ფუჭი დაპირება და ის მე ვამბობ რასაც ვეუბნები მოსახლეობას ეს აუცილებლად გაკეთდება მე არ ვეუბნები ახლა არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვა არ იყო უტოპიური ეს არის ყველაფერი გათვლილი ყველაფერი დათვლადი არის და ყველაფერი მოგვარებადია მე არ ვამბობ რომ ერთ დღეს გავიღვიძებთ თქვა ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში და რუსთავი გახდება იდეალური მაგრამ მე ვიცი იდეალური ქალაქი როგორ უნდა იყოს მაგრამ რუსთავი ესე ვერ გახდება ჩვენ ნაბიჯ მოსახლეობასთან ერთად უნდა ვიაროთ უნდა განვითარდეთ უნდა წავიდეთ წინ ეს უნდა მოხდეს ნაბიჯ და არა ფუჭი დაპირებებით არა იმით რომ თქვა ყველაფერი ერთდროულად მოხდება არა ჩვენ ნაბიჯ უნდა ვიაროთ უნდა გადავთქვათ ერთად უნდა გადავთქვათ ერთობლივად რომ ჩვენი ქალაქი რაღაცნაირად დავამგვანოთ იდეალურისკენ წავიდეთ ეს შეიძლება ამას 3 წელიც არ იყოს არაფერი არ იყოს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე უთხრა მოსახლეობას რომ მაგალითად ხარ რაღაცა იქნება და თქვენ თუ ამირჩევთ და მე ვერ გავაკეთებ მე წავალ წასვლა მოსვლა აღარ უნდა მოსახლეობას უნდა რეალურად გაკეთებული საქმე უნდა გავაკეთოთ ნაბიჯ უნდა ვაკეთოთ ეს საქმე ერთად დიახ კიდევ ერთი ზარი გვაქვს ეთერში საღამო მშვიდობის თქვენ პირდაპირ ეთერში დასვით კითხვა ალო მოგესალმებით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ დასვით კითხვა გამარჯობათ ბატონი ალეკოს კარგად ვიცნობთ ვიცი მისი პრინციპები ნამდვილად შეუპოვარი არის დიახ კითხვა თუ გაქვთ რა კითხვა არის ბატონო ალეკო თქვენ პირადად როგორ ეგუებით თქვენი პრინციპების მქონე ადამიანი აი რომელი არასაპარლამენტო ოპოზიციიდანაც დადეკით
ფაქტობრივად მაგ ოპოზიციის შესული არის კანდიდატი და დღეს სიები დგება კანდიდატის სიები ხდება ამორჩევი. თუ თქვენაი პიროვნებას არ გაუჭირდება ხმების მოგება გაყალბება. აი კანდიდატის სიებს მიესალმებით თქვენ პირადად? მადლობთ კითხვისთვის. ცოტა სულად გავიგეთ. სიებთან დაკავშირებით საარჩევნო სიებთან დაკავშირებით და ბატონ მამუკაკაცაძე იყო იმ კომისიაში რომელმაც კი ხელახლა გადაამოწყდა საარჩევნო სიები. ეს არ მოიშვა ისევე სიებთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემა წარმოიშვა, იმიტომ რომ მიწერები გაკეთდა ბოლო პერიოდში მისამართებზე. აქ იყო ადამიანი იყო რომელიც 4 ადამიანი მიაწერეს ერთ და იგივე მისამართს. მე ამას დაჯახებული ვარ 1 ოქტომბრის არჩევნებზე თითოუბანზე 90 უბნიდან ყველა უბანზე თითქმის 130 კაცის მიწერა იყო გაკეთებული. ეს არის პრობლემა რომელიც უნდა მოგვარდეს აუცილებლად. ეს პრობლემები ეს უნდა გადაიჭრას. არჩევნებზე ჩვენ ახლა თუ ეს დადგინდა რომ ისევე ეს 10000 კაცი მონაწილეობს არჩევნებში და აპირებს თქვა ნაციონალური მოძრაობა და ოცნება ხმების გაყოფას 5-5000 კაცის გაყოფას და ეს დადასტურებულად იქნა და ამას არ გაასწორებენ. მე მაგალითად ჩემი პრინციპული მოსაზრება იქნება რომ ნებისმიერმა პარტიამ ოპოზიციურმა პარტიამ რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას უარი თქვას. ასეთ არჩევნებში გასვლაზე არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ უნდა ხმებით манипуლირება უნდა დასრულდეს. ეს ის კი არა რომ ვიღაცა მოდის ხელისუფლებაში და ვიღაცა მიდი ხალხის აზრი არ მოდის ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე უფრო რთული, როდესაც ამობენ რომ ხალხმა გააკეთა არასწორი არჩევანი, ხალხმა არ გააკეთა, ხალხი ყოველთვის აკეთებს ზრუნ და სწორ არჩევანს. ამ არჩევნების გაყალბება და გამრუდება ხდება. მე რამდენად უკვე საქართველოში ეს უნდა მოისმოს, ამიტომ ჩვენ თუ იცის მოსახლეობა რომ დღესდღეობით ეს არის ადგილობრივი არჩევნები, სადაც ყველაზე უფრო ადვილი გამოსასწორებელია ეს. ყველაზე უფრო ადვილი გამოსასწორებელი ადგილობრივი არჩევნებზე, იმიტომ რომ ყველა ვიცით, ყველა მაჟორიტარულ ურთში 1000 კანდიდატია, ეს 1000 კანდიდატი ყველა ასწორებს ამ სიებს 9-მერობის კანდიდატი ვართ, ყველა ვიმაშებით თუ დადგინდა ის რომ დღესდღეობით კიდევ თქვა ოცნება და ნაციონალური მოძრაობა აპირებს ქართული ხალხის არჩევნების გაყალბებას, ეს უკვე ადგილობრივ დონეზე, მაშინ პრინციპულად უნდა უთხრათ უარი. არჩევნებში უნდა დავტოვოთ და უარი უნდა უთხრათ. დასასრულს უახლოვდება და ბოლო სიტყვა მინდა მოგცეთ, რატომ უნდა დაგიჭერთ რუსთაველმა ამორჩეველმა ხარი? რუსთაველმა ამორჩეველმა ხარი უნდა დაუჭიროს ცვლილებებს. ჩემი მესიჯი ესეთი არის, ცვლილებებს ვინც შეთავაზებს, ყველას უნდა დაუჭიროს ესეთ ადამიანებს. მე არ მაქვს ამორჩევებული რომ მაინც და მაინც ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ვაძლევთ ხმას, რას ვაძლევთ, როგორ მიმართულებას ვაძლევთ ხმას, რა გვინდა, როგორი ქალაქი გვინდა ნახოთ ხვალ და ვის უფრო მეტი ნდობა გააჩნია ამის გაკეთების. უნდა გადავხედოთ წარსულს ადამიანებისას, უნდა ნახოთ, შევაფასოთ დღესდღეობით რას გვთავაზობს და ჩვენ უნდა ვედოთ ჩვენ თავს. უნდა შემოვხაზოთ. მე პირადად მე ძალიან დიდი ფიქრი მჭირდება, ძალიან დიდი ის მჭირდება, რომ მოსახლეობამდე მივიდეს სწორი ხედვით და სწორი იმით. ჩემი მთავარი მოსახლეობისთვის რა არის? ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა და არანაირი ის რომ მაგდამაინც პირველი შემოხაზოთ. ჩემი მთავარი პრინციპი არის, ყველა მოქალაქე უნდა გააქტიურდეს. თქვენ გამარჯვებაზე არ ხართ ორიენტირებული? როგორ არის? გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული და ზუსტად აი ამ ხედვით გავიმარჯვებთ ჩვენ, ზუსტად აი ამ ხედვით. ჩემი მთავარი მესიჯი არის მოსახლეობაზე, რომ ყველა გააქტიურდეს. მაქსიმალური შეკითხვები უნდა დაუსვან ყველა იმას, ვინც კენჭს იყრის. ყველას. თუ ყველა ადამიანი გააქტიურდება, ეხლა დაახლოებით 40% არის ათვისებული. თქვათ მოსახლეობის გააქტიურებული, ძალიან ცოტა არის ეს. აი მაქსიმალური გააქტიურების შემთხვევაში ყველაზე დიდი შანსი გამარჯვების აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას და რა თქმა უნდა ქალაქში ჩვენ. მადლობთ. მე წარმატებებს გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო არასაპარლამენტო ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატი ალეკო ბერიძე. მომავალ შეხვედრამდე.